თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მზე ქალაშანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. უმაღლეს სასწავლებელში დღეს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მზე ქალაშანიძე ბიოგრაფიული გზა და წვლილი ქართულ ენათმეცნიერებაში. ერთი ჯგუფის მარტივთემიან ზმნათა უღლების თავისებურებანი ზემოიმერულში. შეუსაბამო სიტყვად შეხამებანი გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველის მიხედვით. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ღონისძიების მონაწილეებმა მოხსენებები წარადგინეს. აქ შეკრებილები მზე ქალაშანიძეს საიუბილეო თარიღს ულოცავდნენ და მის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდნენ. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა უნივერსიტეტმა და ვფიქრობ სრულიად საქართველომ აღნიშნა ქალბატონ მზე ქალას 100 წლის იუბილე და ეს არაჩვეულებრივი ფაქტი აღინიშნა რამდენიმე ღონისძიებით, მათ შორის ჩატარდა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და იმთავითვე ჩვენ გვქონდა ასე ჩაფიქრებული, რომ ამ კონფერენციის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისთვისაც, ჩვენი სტუდენტებისთვისაც მიგვეცა საშუალება, რომ მათაც ჩაეტარებინათ ასეთი კონფერენცია და მათაც გამოეხატათ თავიანთი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება დიდი ქართველი მეცნიერის ქალბატონ მზე ქალაშანიძის მიმართ. სწორედ ეს ამბავი მოხდა დღეს, ანუ რეალურად ჩვენმა სტუდენტებმა წარმოადგინეს საკმაოდ საინტერესო მოხსენებები, ძალიან ფართო სპექტრით გაშლილი ფაქტობრივად ის მიმართულებები, რაზეც ქალბატონ მზე ქალა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა, იყო ცოტა სხვა ინტერდისციპლინური კვლევებიც, მაგრამ ყველა მოხსენება იყო ძალიან საინტერესო. დღევანდელმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველოლოგიაში ჩვენ კარგი სტუდენტები გვყავს ძალიან და იმედის მომცემი იყო ის მოხსენებები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, რომ მომავალი საიმედო ხელში იქნება, რაც ძალიან გაახარებს ქალბატონ მზე ქალას დარწმუნებული ვარ და რაც ძალიან გვიხარია ჩვენ ყველას. პირველ რიგში მინდა ყველას მივულოცო ქალბატონი მზე ქალაშანიძის იუბილე და მართლა წარუშლელი კვალი დატოვა მისი წარსულის მოღვაწეობით ქალბატონმა მზე ქალამ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ასე ვთქვათ, საერთაშორისო დონეზე და კვლავ აქტიურად მოღვაწეობს და კიდევ უსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. და ძალიან მოხარული ვარ, რომ დღევანდელ კონფერენციაში ვიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება ჩვენს მოხსენებას, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოხსენება გაგვეკეთებინა ქალი პერსონაჟების როლსა და სახეზე ქართულ ლიტერატურაში, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ოთარ ანთქვრივი, აკაკი წერეთლის პოემის გამზრდელი და ვაჟა ფშაველას პოემის სტუმარ მასპინძელი მიხედვით. მინდა მივულოცო ქალბატონ მზე ქალაშანიძის დაბადების დღე. მისი როლი მართლაც რომ წარუშლელია ქართულ ლიტერატურაში და ამას კიდევ ერთხელ დასტურებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როდესაც მიუძღვნის მსგავს ღონისძიებას, როგორიც არის კონფერენცია და მასში ჩართული არიან აქტიური სტუდენტები და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა, ესე ვთქვათ, და ძალიან დიდი გამოცდილებაც. ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გამოიფინა მზე ქალაშანიძის პირადი ნივთები, ფოტოები, მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა, წიგნები და ხელნაწერები. შეგახსენებთ, რომ უმაღლეს სასწავლებელში მზე ქალაშანიძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 16 იანვარს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება.